დიაბეტური რეტინოპათია წარმოადგენს დაავადება დიაბეტის თვალის მიერ გართულებას. დიაბეტური რეტინოპათიის პირველი ნიშნები იწყება დაავადება დიაბეტის დაწყებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ. პაციენტი შეიძლება თავიდან ვერ გრძნობდეს რაიმე პრობლემას თვალთან დაკავშირებით, არ ქონდეს მხედველობითი ჩივილი. მაგრამ აუცილებელია დიაბეტის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ მან მიმართოს უკვე ექიმ-ოფთალმოლოგს, იმიტომ რომ იმ დროს იწყება პირველი დაზიანების ნიშნები, რომლის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომავალში დაავადება არ განვითარდეს, ან განვითარდეს ბევრად უფრო ნაკლებად. პირველი ნიშნები, როდესაც უკვე პაციენტი ამას გრძნობს, ეს არის მხედველობის სიმახვილის დაკლება, მხედველობის ველის დაბინდვა, ადამიანი თითქოს ბურუსში ხედავს, აქვს პერიოდული ბინდი, ხედავს მოძრავ შავ ლაქებს. დღევანდელ დღეს დიაბეტური რეტინოპათიის საკმაოდ დიდი სპექტრია მკურნალობის გააჩნია, რომელ სტადიაზეა პაციენტი და იმის მიხედვით მკურნალობაც ინიშნება. პირველი ეს არის კონსერვატული მკურნალობა, ეს არის აბები, წვეთები, ინექციები მოგვიანებით ეტაპზე კეთდება ინექციები თვალში და ფოტოლაზერ კოაგულაცია. უკვე შედარებით გვიან შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა. ყველაფერი ეს ახამძლივებს, დროში ახამძლივებს მხედველობის დაქვეითებას. მნიშვნელოვანია პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, იმიტომ რომ მხედველობა, რომელიც დაიკლებს, შესაძლებელია შემდგომში მკურნალობის შედეგად ამ მხედველობამ არ მოიმატოს. ან ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავაფიქსიროთ ის მხედველობა, რომლითაც ჩვენ პაციენტი მოგვართავს.